გარი კელერისა და ჯეი პაპასანის წიგნი The One Thing ერთი რამ არის ბიზნესისა და თვითგანვითარების ჟანრის ბესტსელერი, რომელიც გვასწავლის თუ როგორ მივაღწიოთ ექსტრაორდინალურ შედეგებს ფოკუსის შევიწროებით. წიგნის მთავარი ფილოსოფია მარტივია. თუ გსურთ საუკეთესო შედეგი, უნდა შეამციროთ ფოკუსი. წარმატება მოდის არა ყველაფრის კეთებით, არამედ მხოლოდ იმ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებით. აქ მოცემულია წიგნის ძირითადი იდეებისა და პრინციპების ვრცელი მიმოხილვა. 1. დომინოს ეფექტი, the domino effect. კელერი იყენებს დომინოს ანალოგიას. ერთ პატარა დომინოს ქვას შეუძლია წააქციოს მასზე 50%-ით დიდი ქვა. თუ ამ პროგრესიას გავყვებით, მე-18 ქვა პიზის კოშკის ხელა იქნება, ხოლო 57 დედამიწიდან მთვარემდე მანძილის დოლი. მქავარი აზრი. წარმატება არ ხდება ერთბაშად, ის არის თანმიმდევრული, ანუ არა ერთდროული ქმედებების შედეგი. თქვენ უნდა იპოვოთ ის პირველი დომინო, რომლის წაქცევაც ჯაჭრურ რეაქციას გამოიწვევს. 2. ფოკუსირების შეკითხვა, the focusing question. ეს არის წიგნის გული და სული. კელერი გვთავაზობს, რომ მუდმივად დაუსვათ საკუთერ თავს ერთი კონკრეტული კითხვა, რათა ქაოსიდან თავი დავაღწიოთ. რა არის ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია ისე, რომ მისი შესრულებით ყველაფერი სხვა გახდეს უფრო ადვილი ან არასაჭირო. ეს კითხვა მუშაობს ორ დონეზე. მაკროდონე, რა არის ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი? მიკროდონე, რა არის ის ერთი რამ, რაც ახლა უნდა გავაკეთო, რომ ამ მიზანს მიუახლოვდე. 3. წარმატების 6 მითი, the 6 lies between you and success. ავტორი ამსხვრევს გავრცელებულ სტერეოტიპებს, რომლებიც ხელს გვიშლის პროდუქტიულობაში. ყველაფერი თანაბარ მნიშვნელოვანია. სინამდვილეში პარეტოს პრინციპის მიხედვით, 80-20-ის მიხედვით შედეგების უმეტესობა მცირე რაოდენობის ქმედებებიდან მოდის. თქვენ უნდა იპოვოთ 20%-ის 20%, სანამ მიხვალთ ერთ რამემდე. მულტიტასკინგი. ტვინს არ შეუძლია ერთდროულად ორ რამეზე ფოკუსირება. მულტიტასკინგი სინამდვილეში არის ყურადღების სწრაფი გადატანა, რაც იწვევს შეცდომებსა და დროის კარგვას. დისციპლინირებული ცხოვრება. წარმატებას არ სჭირდება მუდმივი დისციპლინა. საჭიროა დისციპლინა მხოლოდ მანამდე, სანამ ქმედება ჩვევად არ იქცევა. საშუალოდ 66 დღე. ნებისყოფა ყოველთვის მზადყოფნაშია. ნებისყოფა ხგის ელემენტს, რომელიც დღის განმავლობაში ძდება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ერთი რამე, უნდა გაკეთდეს დილით, როცა ნებისყოფა პიკშია. დაბალანსებული ცხოვრება. სრული ბალანსი მითია. დიდი შედეგების მიღწევა მოითხოვს დროებით დისბალანსს და ფოკუსირებას ერთ მხარეს. მთავარია კონტრბალანსი, ანუ დროდადრო სხვა სფეროებისთვის ყურადღების მიღწევა. დიდი მიზნები ცუდია. ჩვენ გვეშინია დიდი მიზნების, მაგრამ სინამდვილეში დიდი